დღეს საქართველოს პროკურატურამ აბსურდული გამოძიების ფარგლებში დაგვაყადაღა 7 დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლებიც ვაკეთებთ ქართულ საქმეს, ვემსახურებით საქართველოს მოქალაქეებს, ვიბრძვით საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ვცდილობთ, რომ ადამიანის უფლებები დავიცვათ. ყადაღის საფუძვლად მითითებულია ის, რომ ჩვენ ვეხმარებოდით და ვეხმარებით მასობრივად ნაწამად ადამიანებს, სინდისის პატიმრებს და დაჯარიმებულ მოქალაქეებს. რეალურად უკანონო განშინება არ შეიცავს რამენაირ ფაქტობრივ დასაბუთებას. მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო შაბლონური ციტატების საფუძველზე, რაც ძალიან სამწუხაროა. ქართველი ხალხის მტრებს სურს, რომ აღარ შეგვეძლოს არც ბავშვების, ქალების, შშმ პირების, სტუდენტების, უკანონო დაკავებულების, შრომელების, ხანდაზმულების უფლებების დაცვა. აღარ ვიკვლევდეთ და ვაშუქებდეთ უსამართლობას, კორუფციას, წამებას, სისტემურ ძალადობას, რომლის მოწმენიც ყველანი გავხდით ბოლო ხანებში. რომ აღარ ვიცავდეთ მათ სტრასბურგსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში. მათ სურთ, რომ არა მხოლოდ ევროინტეგრაციის სამომავლო საბოტაჟი მოხდეს, არამედ ქართველი ხალხისთვის უკვე მოპოვებული უდიდესი სიკეთის უვიზო მიმოსვლის უფლების ჩამორთმევაც. ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტ. ყადაღის რეპრესიების და მუქარების მიუხედავად ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებთ შრომას, სანამ ქართველი ხალხი სამართლისა და სამართლიანობისთვის არ მოიპოვებს სრულ უფლებას. ჩვენ ვიბრძოლებთ ავტორიტარული წესებისა და რუსული კანონების წინააღმდეგ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა კონსტიტუციაში გაწერილი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის მოწინააღმდეგებმა მიზანს ვერ მიაღწიონ. ანუ ვერ მიაღწიონ მიზანს, რომ ჩვენი ევროინტეგრაცია საბოლოოდ იქნას შეჩერებული. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპულ გზას, გავაგრძელებთ უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისთვის ბრძოლას და ასევე საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის შრომას.